სატელევიზიო გადაცემა მომლოცველი და მისი წამყვანი გოგიტა მელიქიძე მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და მოგახსენებთ რომ ეს სატელევიზიო გადაცემა რომელიც იწოდება აი ასე ძვირფასად და ლამაზად მომლოცველი ეხება წმინდანთა ცხოვრებას, მათ მიერ განვლილი ცხოვრების გზას, მათ ისტორიებს, მათ ბიოგრაფიულ დეტალებს და ეხება მათ სულიერ გამოცდილებას, მათ სულიერ ღვაწლს, იმ სულიერ მემკვიდრეობას, რომელიც ამა თუ იმ წმინდანის მიერ დარჩა ამ ქვეყნიურ რეალობაში და დარჩა არა ისე როგორც ძეგლი, როგორც მომენტი ჩავლილი მდგომარეობისა თუ ჩავლილი რეალობისა, არამედ დარჩა როგორც ცოცხალი მაგალითი იმ სულიერი გამოცდილებისა, რომელსაც უნდა ვბაძავდეთ, რომელსაც უნდა ვესწრაფოდეთ, რომელსაც უნდა ვეცნობოდეთ და რომელსაც უნდა ვეტოლებოდეთ კიდევაც, რამე თუ ვის უნდა მივბაძოთ თუ არა იმ ღვთივ გამწყინებულ წმინდანებს, რომლებმაც გაამლეს ეს წუთისოფელი ცოდვა-მადლით სავსე წუთისოფელი გაამლეს და გაამლეს იმდენად სათნოდ, იმდენად ღირსეულად და იმდენად აღმატებული ტონით, რომ უფლისმიერ სათნო იყვნენ და შერაცხილი იქნენ წმინდანებად. და სწორედაც აი ამ წმინდანთა ცხოვრებას, აი ამ საფრთხო ცხოვრებას ეძღვნება სატელევიზიო გადაცემა მომლოცველი და დღეს საუბარი გვექნება ჩვენთვის ძალიან ძვირფას ქართველებისთვის ესეთი აღმატებულ ხარისხში ძვირფას წმინდანთან მიმართებაში ეს არის მოციქული ანდრია, რომელიც ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთია, მაგრამ ეს ერთ-ერთობა არ ნიშნავს მის რიგითობას, რამე თუ რიგითობის ნომერიც თან ახლავს წმინდა ანდრიას ხსენებას და მის სახელს და იგი იწოდება ანდრია პირველწოდებულად. და ეს პირველწოდებულობაც განისაზღვრა შემდეგით, რომ ის იყო პირველი, რომელიც შეხვდა უფალს, რომელიც დაემოწაფა, გაჰყვა უფალს და რომელმაც შემდეგ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა უფალს და მის უფლისმიერ რწმენას და ამიტომაც იხსენება ანდრია მოციქული პირველწოდებულად. აი ეს პირველწოდებულობის მადლი ერთგვარად ავსებს მის სახელს და გვაძლევს იმ ისტორიულ განწყობილებას, რომელიც ისტორიული განწყობილებაც წმინდა ანდრიას ცხოვრებასთან არის დაკავშირებული და ეს ჩვენგან ძალიან შორს შეიძლება მთელი 2000 წლოვანი ისტორიის მიღმა ჩავლილი რეალობა და ჩავლილი ცხოვრება და ეს იყო პირველ საუკუნეში, ანუ ქრისტეს აი მიწილ ყოფაში, აი ამ ქვეყნურ ყოფაში და იგი ესწრებოდა მთელი რეალობას, რაც ქრისტეს გადახვდა თავს, ესწრებოდა რა თქმა უნდა ჯვარცმას, მის დათვლას და მთელ ამ განსაცდელებს, რომელიც ქრისტესთან მიმართებაში იყო განხორციელებული და უნდა ითქვას შემდეგი, რომ არა მარტო ესწრებოდა და არა მარტო მონაწილე იყო მთელი ამ პროცესებისა, არამედ იგი იყო ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი უფალთან ერთად და აი 12 მოციქულთან ერთად მისი ღვაწლი, მისი თანადგომა, მისი უფალთან მიმდევრობის, მისი მოწაფეობის სულისკვეთება იყო სწორედ ის ძალა, რომელიც ძალაც ქმნიდა ახალ სამომავლო ეკლესიას, რომელსაც სათავეში ჯვარცმული უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩაუდგა და ყველაფერი ამისი პერსონაჟი და ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი გახდათ მოციქული ანდრია პირველწოდებული. ანდრია პირველწოდებული დაიბადა კაპერნაუმში, იგი დაბალი შესაძლებლობის მქონე ოჯახიდან იყო გამოსული, მეთევზეობით ირჩენდა თავს, გალილეის ტბაში თევზაობდა, იჭერდა თევზს და აი ეს იყო მისი შემოსავალი და მეთევზეობა იყო მისი საქმე, ამ ქვეყნიური საქმე. და აქვე უნდა ითქვას ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის აი დაბალი წარმომავლობის პიროვნება იყო, მხოლოდ მეთევზე იყო და მეტი არაფერი, სწორედ მის მიმართ და მისი მოძმეების მიმართ ითქვა უფლისმიერი სიტყვები. თქვენ ხართ მეთევზეები და მე გაქცევთ მეთევზეებად, ადამიანთა მეთევზეებად, ანუ მებადურნი ხართ თევზისა და თქვენ იქნებით მებადურნი კაცთა, რომელიც მოიყვანს ადამიანებს უფლის რწმენაში და შთააგონებს მათ უფლის სიყვარულს და აი სწორედაც აი აქედან მებადური
ერთი რიგითი მებადური ანდრია პირველწოდებულის სახით გახდა მებადური იმ კაცობრიობისა, რომელი კაცობრიობაც მოვიდა ქრისტეს ერწმენაში, ატარებს ქრისტეს ერწმენას და მისდევს ქრისტეს ერწმენას და ვინ თუ არა ქართველი ერი, სადაც იქადაგა ანდრია პირველწოდებულმა და რომელი ერიც გარკვეულწილად აზიარა ქრისტეს კულტურას, ქრისტეს ერწმენის ესეთი ზნეობრივ კატეგორიებს და იმ დიდ საუფლო სიყვარულს, რომელიც აი ამ რწმენიდან მოდის. უნდა გავყვეთ თანმიმდევრობით აი ამ პროცესს და ვთქვათ შემდეგი, რომ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში მოსვლა არ იყო როგორც იტყვია წინასწარ განზრახული და როდესაც წილი იყარეს მოციქულებმა იმის შესახებ თუ რომელი მოციქული სად რომელ ხალხთან იქადაგებდა, იქ ანდრია მოციქულს საქართველოში ქადაგების წილი არ შეხვედრია, მაგრამ ვის შეხვდა ეს წილი? ეს წილი შეხვდა ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს, ჩვენთვის ძვირფას დედას უფლისა ჩვენისა, მარად ქალწულ მარიამს და სწორედაც საეკლესიო გადმოცემა გვასწავლის იმას, რომ მოციქულებთან ერთად იყარა წილი ღვთისმშობელმა მარიამმა და მას შეხვდა ივერია, ანუ საქართველო, სადაც მას უნდა ეკადაგა. გამოხდა ხანი და ღვთისმშობელმა მარიამმა მიიღო საციური ხმა, ანუ უფლისმიერი ხმა და მოწოდება იმისა, რომ იგი არ გარშორებოდა იერუსალიმს, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, რამე თუ მოახლოებული იყო განსვლის ჟამი, მისი ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან გასვლის ჟამი და აქვე მიეცა მას რჩევა და კურთხევა იმისა, რომ მას თავის ნაცვლად საქართველოში, ანუ მის წილხოდრ ქვეყანაში, სადაც ღვთისმშობელს უნდა ეკადაგა, იმ ქვეყანაში გაეგზავნა ანდრია მოციქული, პირველად წოდებული მოციქული გაეგზავნა იქ და სწორედაც ანდრია მოციქულმა მიიღო ეს კურთხევა, ღვთისმშობლისეული კურთხევა, ეს დიდი და მაღალი და მადლოსილი კურთხევა მიიღო ანდრია მოციქულმა და ამავე დროს მიიღო წმინდა ხატი ღვთისმშობლისა და ამ ხატთან დაკავშირებითაც არის გადმოცემა იმისა, რომ ანდრია მოციქული ხატით უნდა წამოგზავნებული იყო, ღვთისმშობლის ხატით უნდა წამოგზავნებული იყო საქართველოში და ეს იქნებოდა ერთგვარი განსახიერება იმისა, რომ წილხდომილობის მადლი და ღვთისმშობელზე გადმოსული წილხდომილობის მადლი ქართლის მოქცევისა და საქართველოში ქრისტეს რწმენის ქადაგებისა აი ამ ხატთან მიმართებაში უნდა გამჟღავნებულიყო და ეს ხატი უნდა ყოფილიყო იმ სულიერი ცხოველმყოფელობის მატარებელი, რომელიც მოიტანდა მადლს უფლისაჩვენისას და მოიტანდა დედობრივ განცდას ღვთისმშობლისას, რომელი განცდაც სწორედაც ამ ხატთან იქნებოდა ასოცირებული. გაარსებობს გადმოცემა, რომ ეს ხატი ხელთუქმნელი ხატია, ანუ ეს ხატი არავის დაუხატავს და როგორც იტყვიან, არავის შეუქმნია. იგი თვითონ ღვთისმშობლის მიერ შეიქმნა, მან სახესთან მიიტანა ესეთი წყლით განბანილი სუფთა ფიცარი, რომელზეც გადავიდა ღვთისმშობლის სახე და არა მარტო სახე გადავიდა ღვთისმშობლის, არამედ გადავიდა ისეთი სახე ღვთისმშობლისა, რომელსაც ხელში ეჭირა ყრმა, ანუ იესო ქრისტე. აი აქვე უნდა ითქვას შემდეგი, რომ იმ დროს, როდესაც აი ამ ხელთუქმნელი ხატის ქმნადობა ხდებოდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რა თქმა უნდა, ყრმა ღვთისმშობელს ხელში არ ეჭირა, მაგრამ რატომ აისახა ასეთი ფორმით ხატზე ღვთისმშობელი ყრებით ხელში, რატომ აისახა? აისახა არა იმ წუთიერი ფაქტობრივი მდგომარეობა ღვთისმშობლისა, არამედ არსობრივი მნიშვნელობა მისი დედობისა, მისი ღვთისმშობლობის არსობრივი მნიშვნელობა აისახა ამ ხატზე და ეს არსობრივი მნიშვნელობა სწორედაც მდგომარეობდა იმაში, რომ ღვთისმშობელი არა მხოლოდ დედა იყო და არა ზოგადად დედა იყო, არამედ უპირველესი დედა იყო კაცობრიობისა, თუ შეიძლება ასე ითქვას და ამ მიწიური რეალობისა, რომელსაც მიღებული ჰქონდა ზეციური პატივი იმისა, რომ მასში განსწეულებული იყო უფალი და შობილიყო მისი შობილიყო უფალი, მოვლენილი იყო მისი უფალი. და აი სწორედაც ეს სულისკვეთება, ეს არსობრივი რეალობა აისახა ღვთისმშობლის ხატზე, რომელი ხატით საკმაოდ გავრცელებულია, საკმაოდ
ძვირფასი ხატია და საკმაოდ ცნობილი ხატია ღვთისმშობლის ეს ხატი, რომლითაც ანდრია პირველწოდებული წამობრძანდა და წამოაბრძანა წმინდა ხატი ესე საქართველოში და მან გამოიარა იერუსალიმიდან მთელი ის ტერიტორიები, რომელიც საქართველოსთან აშორებს, გამოიარა პონტოს სამეფო და მოვიდა საქართველოში და პირველი მოსვლა, ანუ პირველი კონტაქტი საქართველოსთან მას ჰქონდა აჭარაში, ანუ ჩვენს საქართველოს ისტორიულ კუთხესთან, აჭარასთან და იქ შეჩერდა, იქ ადაგაშებდა მოსახლეობას და იქ დიდ აჭარაში, ანუ დღესაც არსებულ სოფელ ისტორიული მნიშვნელობის მქონე სოფელ დიდ აჭარაში, მან ნახა რა კეთილმორწმუნე საზოგადოება ქართველთა, ანუ იგივე აჭარელთა საზოგადოება, მათი შემწეობითა და მათი თანამდგომით დაიწყო ეკლესიის მშენებლობა და აშენდა ეს ეკლესია უშუალოდ იმპერიურში, უშუალოდ ოციქული ანდრიას კურთხევით და მისი ძალისხმევით და ამ ეკლესიის დარჩენები, ანუ ნანგრევები დღესაც შემორჩენილია და დიდ აჭარაში კვლავაც იხსენებენ ანდრია მოციქულის შემოსვლას, მის ქადაგებას და მის საღვთო მადრის ქრისტეს მიერი საღვთო მადრის გავრცელებას. აქედან ანდრია მოციქული გადმოვიდა სამცხეში, იყო იგი ბრძანდებოდა სოფელ აწყურში, რომელიც ძველ წყაროებში სოსანგეთათაც იწოდება, ამ სოფელს ასეთი სახელდებაც აქვს და დაერქვა შემდეგი გარემოება, რომ როდესაც იგი აწყურში მივიდა და შეხვდა აწყურის საზოგადოებას და ესაუბრებოდა მათ, მოხდა ესეთი უცნაური შემთხვევა, რომ აწყურის დიდებულს ქვრივ დედაკაცს, რომელსაც ერთადერთი შვილი ჰყავდა, გარდაეცვალა ეს შვილი. ამ დედაკაცის სახელიც არის ისტორიაში შემორჩენილი და მას ერქვა სამძივარი, ესეთი არქაული სახელი, ძველი ქართული არქაული სახელი და აი ამ სამძივარს გარდაეცვალა ვაჟი და ეს სასოწარკვეთილი დედა მოსთხოვდა, ტიროდა ამ ერთადერთი შვილის დაღუპვის და გარდაცვალების ამბავს და აი აქ შეახსენეს მას, რომ მოცულია უცხო კაცი, რომელიც ქადაგებს უცხო რელიგიას, მაგრამ ეს იმდენად სათნოდ ქადაგებს, იმდენად სწორია მისი მეტყველება და იმდენად დამაჯერებელია მისი მეტყველება, რომ აი ამ დიდი განსაცდელის ჟამს, ამ დიდი წუხარების ჟამს იქნებ მას თქოდ შეწევნაო და მართლაც მოიხმეს ანდრია მოციქული სამძივარის ოჯახში, მობრძანდა იგი და ილოცა გარდაცვლილი ხრმისთვის და შეავედრა უფალს სიცოცხლე მისი და მოხდა სასწაული და სიცოცხლე დაუბრუნდა და როგორც იტყვია განცოცხლდა მიცვალებული ხრმა იგი. აი ეს სასწაული გახდა საფუძველი იმისა, რომ უფრო მეტის დაეჯერებინა, უფრო მეტს ერწმუნა და უფრო მეტი ნდობოდა იმ სარწმუნოებრივ დოქტრინას და იმ სარწმუნოებრივ თეოლოგიას, რომელსაც ქადაგებდა ქრისტეს შესახებ ანდრია მოციქული და აი ეს ნდობა, აი ეს რეზონანსული მნიშვნელობის მქონე სასწაული გახდა საფუძველი იმისა, რომ აწყურში დაიწყო მშენებლობა ტაძრისა, საკმაოდ დიდი ტაძრისა, რომელიც აშენდა შემდეგ მოგვიანებით დასრულდა და მას ღვთისმშობლის სახელი ეწოდა, ამ ტაძარს ღვთისმშობლის სახელი ეწოდა. შემდეგ საუკუნეთა აუბედითობის გამო ეს ტაძარი დაინგრა, უფრო მეტად თუ დავაზუსტებთ ამ ფაქტს, მიწისძვრით დაინგრა ეს ტაძარი და მიწისძვრამ შეძრა ამ ტაძრის კედლები და ჩამოიქცა გუმბათი ამ ტაძრისა, შემდეგ აღარ აღდგენილა ეს ტაძარი და ჩვენამდე ამ ტაძარმა მოაღწია ნანგრევების საფით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ დღეს მიდის რესტავრაცია, ანუ აღდგენითი სამუშაოები მიდის აწყურის ღვთისმშობლის ტაძრისა და ღვთის შეწევნით და კეთილი ადამიანების ძალისხმევით ეს ტაძარი დღეს უკვე აშენებულია, დღეს უკვე გუმბათიც არსებობს და უახლოეს ხანში ჩვენ ვიზეიმებთ ამ ტაძრის საზეიმო გახსნას, აღნიშნულ საზეიმო გახსნას, რამე თუ საქმე ტაძრის მშენებლობა
მშენებლობის აღდგენისა და რესტავრაციისა თითქმის ბოლო სამუშაოებამდე არის მიყვანილი და ეს ხატი ღვთისმშობლის ხატი, სადაც ანდრია მოციქულია, ის ღვთისმშობლის ხატი ყველგან თან ახლავს და აი ამ ხატის ქმედება, ამ ხატის სულიერი ძალისხმევა და ამ ხატის ცხოველმყოფელობა ჩნდება არა ერთგან, არა ორგან, არა სამგან, არამედ მრავალ ადგილზე და აი ამ ცხოველმყოფელობას უკავშირდება ბევრი რამ. ერთ-ერთი ასეთი ცხოველმყოფელობის გამოხატულებას წარმოადგენს ფაქტი იმისა, რომ ანდრია მოციქულმა დააბრძანა და დაასვენა ხატი იგი ადგილსა ერთსა და იმ ადგილზე წყარო, თავანკარა წყარო ამოჩქება მიწიდან და დაიწყო დენა. ეს წყარო დღესაც არსებობს, ამ წყაროს დღესაც ანდრიას წყაროს ეძახიან და ეს წყარო, როგორც ითქვიან, მარადიული დინებით მოდის წმინდა ანდრია მოციქულის სახელზე და ესეც ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ესეც ღვთისმშობლის ხატის მეშვეობითა და მისი ძალისხმევით არის აღსრულებული ეს სასწაულიც, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია. ანდრია მოციქულმა გადაიღრა ფერსატის მთა, სადაც დააყენა რკინის ჯვარი, ანუ იქ თანამოაზრეებს თხოვა, რომ აქ ჯვარი აღემართათ და მათ გამოჭედეს, რამოდენიმე მჭედელი მუშაობდა ამაზე, გამოჭედეს რკინისგან, გავარვარებული რკინისგან გამოჭედეს ჯვარი და აღმართეს ეს ჯვარი და ამ მთაზე, ფერსატის მთაზე რკინის ჯვარი დღესაც არსებობს, ის კი არა და იმდენად მნიშვნელოვანია ამ რკინის ჯვრის არსებობის რეალობა და არსებობის ფორმა, რომ თვითონ იმ მთასაც რკინის ჯვრის მთას ეძახიან ახლა და რკინის ჯვრის მთად მოიცემენ, მაგრამ თავისთავად ანდრია მოციქულის მიერ აღმართული ჯვარი კიდევ ერთხელ გვახსენებს არა მხოლოდ ჩვენს ჯვარცმულ უფალს იესო ქრისტეს, არამედ გვახსენებს იმ შორეულ წარსულს ჩვენი ქრისტიანული რელიგიისა, რომელიც რელიგიაც სწორედაც ჯვრის რწმენით, ჯვრის კულტურით და ჯვრის ცხოველმყოფელობით მოდის დღემდე და აი ყოველი ასეთი ჯვარი სწორედაც აი ამ სულისკვეთების მატარებელია. უნდა ითქვას შემდეგი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოციქულმა იხადაგა საქართველოში და აი ასეთი შეხება ჰქონდა დიდაჭარასთან, ასეთი შეხება ჰქონდა აი ამ ანდრიას წყაროსთან, ფერსატის მთასთან, აწყობთან, ამას შეიძლება დავამატოთ ისიც, რომ სამცხეში არსებობს ანდრია პირველწოდებულის სახელობის სოფელი და ამ სოფელს, ამ ძველ ისტორიულ არქაულ სოფელს მიიღო რა ანდრია პირველწოდებული და ღამე გაათენა ამ სოფელში ანდრია პირველწოდებულმა, სანამ ის აწყურისკენ წავიდოდა, იმდენად დიდი სასოება მიიღეს მოციქულისგან ამ სოფლის მოსახლეობამ, რომ ანდრია მოციქულის წასვლის შემდეგ ამ სოფელს ეწოდა ანდრიას სახელი და დღესაც ანდრია წმინდად იხსენება ეს სოფელი, ერთ-ერთი ესეთი თავანკარა ქართული სოფელია, რომელიც დღესაც გამოირჩევა თავისი რწმენით და დღესაც გამოირჩევა იმ ქრისტიანული კულტურით, რომელიც ქრისტიანული კულტურასაც ქადაგებდა, გვასწავლიდა და მოგვიწოდებდა მოციქული, ესეთი პირველად წოდებული მოციქული ანდრია. მიუხედავად მოციქულის ქადაგებისა, ქართველებმა ვერ გაითავისეს ქრისტიანული რელიგია, ვერ მიიღეს ეს იმ საყოველთაო ხასიათით, რომ ის გამხდარიყო სახელმწიფოებრივ რანგში ასულიყო და გამხდარიყო საყოველთაო რელიგია. საქართველოში გაჩნდა ცალკეული მორწმუნეები, გაჩნდა ამ მორწმუნეთა ცალკეული თემები, რომლებსაც წამდათ, ჯეროდათ, აღიარებდნენ ქრისტეს, პატივს მიაგებდნენ ქრისტიანულ რელიგიას, იცავდნენ ქრისტიანული ცხოვრების წესს, მაგრამ რელიგია ვერ გახდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და ვერ შეიძინა ამან საყოველთაო მნიშვნელობა. და თქვენთვის კარგად არის ცნობილი ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ მოციქულის ქადაგების შემდეგ მთელი 3 საუკუნე გავიდა და მოვიდა წმინდა ნინოს მადლი, წმინდა ნინოს ქადაგება და სწორედაც წმინდა ნინოს მადლით განეფინა ქრისტიანული რელიგია მთელ საქართველოში და ავიდა ისეთ მაღალ საფეხურზე, რომ
რომ მას მიეცა საყოველთაობის მნიშვნელობა და მიეცა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც და აი ამ მნიშვნელობის ჩამოყალიბდა წმინდა ნინოს მიმართებაში, მაგრამ ეს ფაქტი, ეს ორი განსხვავებული ფაქტი ერთმანეთთან მთელი 3 საუკუნით არის დაშორებული და 3 საუკუნე გავიდა, როგორც ითქვიან, ანდრია მოციქულის ცხოვრების შემდეგ. მე ისტორიები იმასაც აღნიშნავენ, რომ ანდრია მოციქულმა სამგზის იმოგზაურა საქართველოში, ანუ კიდევ დაბრუნდა საქართველოში. შემდეგ დაბრუნდა უკვე სხვა მოციქულებთან ერთად, მატათასთან ერთად და სვიმონ კანანელთან ერთად. თქვენ იცით, რომ ეს ერთი მოციქულიც საქართველოში აღსრულებული და განისვენებს გონიოში, აჭარის ტერიტორიაზე და მეორე მოციქული სვიმონ კანანელი ასევე საქართველოში აღსრულებული და იგი განისვენებს აფხაზეთში ახალ ათონად წოდებულ მონასტერში. და აი ეს მოციქულთა გადაგებები, ეს სამგზის ანდრია მოციქულის სამგზის შემოსვლა საქართველოში ესეთი ნიშანდობლივი ფაქტი გახდა იმისა, რომ საქართველოს ეკლესია იხსენება სამოციქულო ეკლესიად. ეს საკმაოდ მაღალი წოდებაა, ეს საკმაოდ მაღალი აღიარებაა ჩვენი დედა ეკლესიისა. სამოციქულო წოდება, რაც არაფერს სხვას არ ნიშნავს, თუ არა იმას, რომ ეს არის მოციქულის მიერ დადგენილი, მოციქულის მიერ ნაკადაგები და მოციქულის მადლია განხცობილი და განფენილი საქართველოში და ქართველთა ქრისტიანულ რწმენაში. აი ეს სამოციქულო მადლი ჩვენს ავტოკეფალური მნიშვნელობის მქონე ეკლესიას თანსდევს და ძალიან სასიხარულოა და ძალიან ძვირფასი მომენტია. და რატომ არის ეს ასე ძვირფასი, რომ ჩვენ ამით პირდაპირ კავშირს პოულობთ უფალთან და ამ შემთხვევაში სწორედ უფლის უპირველესი კაცი, უპირველესი მოციქული არის შუამდგომელი ჩვენსა და უფალს შორის, ის არის სწორედ მაცნე, მქადაგებელი და მასწავლებელი ჩვენი და გამსწავლელი ჩვენი რელიგიური კულტურისა და აი ასეთი სიახლოვე გვაქვს უფალთან, ესეთი იესო ქრისტესთან, ასეთი არსობრივი კავშირი გვაქვს, რომ მისი უპირველესი მოციქული ანდრია პირველწოდებული ბრძანდებოდა საქართველოში და არა მარტო ბრძანდებოდა, არამედ როგორც უკვე ვთქვით, სამგზის ბრძანდებოდა, სამგზის იქადაგა საქართველოში და მადლი ანდრია მოციქულისა საქართველოში განფენილია ყველგან და დღეს თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, დიახაც მადლიერები უნდა ვიყოთ იმ ანდრია მოციქულისა, რომელიც ფეხ ნაბიჯ მოეახლა საქართველოს და აღასრულა თავის საფრთხო ვალი და იქადაგა და მოეფერა ამ ხალხს და შეაგნებინა იმ რწმენის სიდიადე, რომელიც რწმენაც ჭეშმარიტია, მართალია, საყოველთაოა და რომელიც მარადიული და უკვდავია. აი ამ რწმენას არა მხოლოდ ცოდნის დონეზე ქადაგებდა ანდრია მოციქული, არამედ ქადაგებდა როგორც თვითმხილველი ამ უფლისა ჩვენისა, როგორც უშუალო მონაწილე იმ ისტორიებისა, რომელიც უფალთან იყო დაკავშირებული და რა ისტორიებზე შეიძლება ლაპარაკი. დიახაც უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ბიბლიაში კარგად არის აღწერილი მოციქულები უფალთან ერთად როგორ გადაადგილდებიან გემით და ამ დროს ამოვარდება ქარიშხალი და დაინახავენ, რომ უფალს მიეძინა ჩასწვრივ უფალმა და არ აქცევს ამ ტალღების მიმოქცევას, არ აქცევს ყურადღებას. ეს ქარი იმდენად გაძლიერდა და ტალღები იმდენად გაიზარდა, რომ ეს ტალღები გემს დანთქმას უქადის და ამ ნავს, რითაც გადაადგილდებოდნენ ეს მოციქულები, დანთქმას უქადის და ესეთი შეძრწუნებული და ერთგვარად შეშინებული მოციქულები აღვიძებენ უფალს და ეუბნებიან, რომ აი ესეთი განსაცდელის წინაშე ვდგავართ და გვიხსენ და გვიშველეო და უფალი იღვიძებს, გამოფხიზლდება თუ შეიძლება ასე ითქვას და ასეა სწორედაც იქ აღწერილი იმ ბიბლიურ სიუჟეტი
სიუჟეტში და გადასახავს ჯვარს, ფეხზე დამდგარ თავდებს და იმ წუთში და მყისიერად დამშვიდდება ზღვა და ჩადგება ქარი და განეფინება ზღვის ჰორიზონტზე ტალღები და ამას იხილავენ მოციქულები და რა თქმა უნდა იხილავს მოციქული ანდრიაც, რომელიც ისეთი სასწაულებრივი ხილვა იყო და ისეთი სასწაულებრივი ჩვენება იყო, რომ მყისიერად ბუნება დაემორჩილა მას და აი ბუნება გახდა მსმენელი და აღმსრულებელი მისი ნებისა. ასევე უნდა ითქვას ერთი ასევე ბიბლიაში აღწერილი სიუჟეტი, რომ მეთევზეებმა ითევზავეს და ვერაფერი ვერ დაიჭირეს, დამაშვრალები დაბრუნდნენ, დაგლილები დაბრუნდნენ ნაპირზე და უფალი მიმართავს, რომ შედით კიდევ სადეთ გადააგდეთ ბადე და სადეთ თევზის დაჭერა და აქ პასუხობენ, რომ რაღა უნდა ვცადოთ, როცა თელი ღამე ვთევზაობდით და თელი ღამე ვწდიდით და ვერაფერი ვერ დავიჭირეთ გარდა იმ 2 თუ 3 თევზისა, რაც ახლა ნავში ყავს და აი ესეთი ხელმოწარულობის მომენტი ჰქონდათ მათ და უფალი მოუწოდებს შედით და გადააგდეთ, თქვენ გეუბნებით, რომ შედით და გადააგდეთ ბადე თქვენი და გადააგდეს რა ბადე იმდენად აივსო თევზით, რომ როდესაც ეს ბადე ნავით მოწიეს და ნაპირისკენ დაიწყეს გამოტანა, ბადე ვერ უძლებდა, იმდენად დიდი იყო თევზის რაოდენობა გაყოლი ამ ბადეში, იმდენად ბევრი თევზი გაეყვა ბადეში, რომ ბადე ვერ უძლებდა ამ თევზის სიმრავლეს და ბადე სკდებოდა, წერია, წყდებოდა ბადის თოკები და სკდებოდა ბადე აი ამ თევზის სიმრავლისგან. ესეც აშკარად სასწაულია იმისა, რომ ერთი მომენტი, როცა თელი ღამე თევზაობენ და ვერაფერს იჭერენ და ერთი გადაგდება ბადისა და ბადე ივსება თევზით, ესეც უფლისმიერი იყო, უფლისმიერი შეწევნა იყო, უფლისმიერი დაშვება იყო და ესეც მყისიერად იქნა მიღებული მოციქულების მიერ, სწორედაც იმ ყოვლის განმრიგე ნებად, რომელი ნებაც უფლისგან მოდიოდა, უფალი განაგებდა ამ ნებას და უფალი აღასრულებდა ამ სასწაულს და აი ეს სასწაული სწორედაც ასრულდა იმ მათ თვალწინ და ამ შემთხვევაში ანდრია მოციქულის თვალწინ. ანდრია მოციქული ერთ-ერთი პერსონაჟია სახარებისა, ერთ-ერთი პერსონაჟია ბიბლიისა. იგი მრავალგზის და მრავალჯერ არის გახსენები ბიბლიაში და მთელი აი ამ სამოციქულო ღვაწლს და სამოციქულო აღწერილობას თან ძდებს ანდრიას ცხოვრებაც, ანდრიას სახელის ხსენებაც და მისი აღწერილობაც და აი ეს თანმდებობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ ბიბლიური ამ წმინდა ტექსტისა უნდა მიანიშნებდეს იმას, რომ თვითონ ანდრია მოციქული იყო იმდენად ერთგული, იმდენად განუყრელი, იმდენად შეუცვლელი და იმდენად მოსიყვარულე უფლისა ჩვენისა, რომ იგი ყოველ წუთს, ყოველ ჟამს ყოფდა უფალთან და აი ეს მყოფობა იყო დიდი სიხარული, დიდი ბედნიერება, დიდი სულიერი აღმაფრენა მისთვის და სწორედაც აი ამ რწმენით გამო მან ცხოვრება თვისი. ქრისტეს ბევრი მოციქული მოწამეობრივად აღესრულა და ასევე მოწამეობრივად აღესრულა ანდრია მოციქულიც. იგი ქალაქ პატრაში აწამეს, მას ჯვარზე გაყვრა, მიუსაჯეს, როგორც ითქვიან და ჯვარზე გაყვრისთვის მოამზადეს და მან ითხოვა სიკვდილის წინ, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ უფალი ჩემი ჯვარზე აღესრულა და ჯვარზე აღსრულება ეს იმდენად დიდი პატივია, რომ არ მინდა ესეთი გამოვიჩინო კადნიერება და უფლისმიერი გარდაცვალებით გარდავიცვალო და თუ შეიძლება შემიცვალეთ ფორმა და მანვე უთხრა, რომ არა ჯვარი, არამედ ჯვრის ფორმით ერთმანეთზე დამაგრებული და დაალურსმული ხის ძელებზე გაეკრათ იგი და სწორედაც აი ამ ფორმით აწამეს და ეს არის იქსისებური ფორმის ჯვარი, ანუ ანდრიას ჯვარსაც უწოდებენ ამას, იქსისებურ ფორმას წარმოადგენს ეს ჯვარი და აი ასეთ ჯვარზე გააკრეს ანდრია მოციქული, მაგრამ იგი არა ლურსმებით დააკრეს, ანუ სამრჩევლით მოხდა მისი ჯვარზე გაყვრა, არამედ ბაწრით, თოქებით დაადეს ჯვარზე, რათა
სამსჭვალით მიმსჭვალული ადამიანი სისხლისგან იცლებოდა და უფრო ჩქარა გარდაიცვლებოდა და მას წამების უფრო დიდი, უფრო ისეთი მკაცრი ფორმა მიუჩინეს და განუსაზღვრეს, რომ თოქით იყო ჩამოკიდებული და ბაწრებით იყო დაბმული ამ ჯვარზე და აი ამ დაბმულობის შემდეგ, ამ დაბმულობის მეშვეობით იმან კიდევ რამოდენიმე დღე და იქ მიდიდებული არის, რომ 3 დღეც გაძლო ცოცხალი და აი ამ წამებული 3 დღიანი გაფრული მდგომარეობაში იმყოფებოდა იქ და მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯვარზე იყო გაფრული, ჯვრიდან ქადაგებდა და ჯვრიდან მოუწოდებდა ადამიანებს და სწორედაც ჯვრიდან ნაქადაგები მისი სიტყვა იმდენად დამაჯერებელი და იმდენად სარწმუნო გახდა, რომ ბევრი სწორედაც აი ამ ქადაგების, აი ამ ჯვრიდან ნათქვამი სიტყვისა და გამოგვექცა და მიიღო ქრისტიანული რელიგია, ანუ იწამა ანდრია მოციქულის მიერ ქადაგებული რელიგია. ფართოდ არის გავრცელებული ანდრია მოციქულის ხატები და ამ ხატებზე ანდრია მოციქული გამოისახება შემდეგი ფორმით. მას ხელში უჭირავს ჯვარი, როგორც სახება უფლისა ჩვენი ჯვარზე გაფრული უფლის სახება უჭირავს ჯვარი და მეორე ხელში უჭირავს გრაგნილი, როგორც სიტყვა, საფრთხო სიტყვის მადრი, საფრთხო სიტყვის იდუმალება აი გრაგნში დაცული და დაფარული და შენახულია, რათა იქადაგოს, რათა განაუწოს ეს მადრი და რათა გაუზიაროს სხვასა და სხვას და სწორედაც აი ამ გრაგნილითა და ჯვარით არის ბევრ ხატზე ასახული. ასევე ძალიან ბევრი ხატია ანდრია მოციქულისა, სადაც იგი არის ხელში ღვთისმშობლის ხატით. და ეს პირდაპირ ეს ხატი და ასეთი ფორმა, იკონოგრაფიული ფორმა ანდრია მოციქულის გამოხატვისა და გამოსახვისა პირდაპირ კავშირშია ანდრია მოციქულის იმ ცხოვრებისეულ ფაქტთან და ფრაგმენტთან, რომელიც მისი ღვთისმშობლის ხატის, ხელთუქმნელი ხატის შემოგბრძანებას მოასწავებს და მეტყველებს აი ამაზე და აი აქ კიდევ ერთხელ ის ისტორიული მნიშვნელობის რეალობა, რომ დიახაც მან მიიღო კურთხევა, მიიღო ერთგვარი სულიერი ესტაფეტა ღვთისმშობლისგან ამ ხატის სახით, ამ წმინდა ხატის სახით და იკონოგრაფიულად სწორედაც ასე გაიაზრებენ ხატმწერები ანდრია მოციქულს და გამოსახავენ აი ამ ხატით, ღვთისმშობლის ხატით ხელში. არის ასევე ანდრია მოციქულის ის ხატი, ჯვარზე გაფრული ანდრია მოციქული, უცნაური ჯვარით, რომელსაც უწოდებენ ანდრიასეულ ჯვარს, ანუ იქსის ფორმის ჯვარი და აი ამ ფორმითაც რამოდენიმე ხატი არის შესრულებული ანდრია მოციქულისა. არის ასევე მოციქულების 12-ვე მოციქულის ხატი, უფლის 12-ვე მოციქულია ერთად და მათ შორის არის ანდრიაც. და ანდრია რო ვიცოდოთ, რომელია აი ამ 12-ში რომელია ანდრია, ძალიან ადვილი გამოსაცნობია რამე თუ ანდრია მოციქული ჭაღარა თმებით შემოსილი თეთრი თმებით შემოსილია, ჭაღარა შემოსილი იხატება და აგებეჭდება ამ ხატებზე და მხოლოდ ის არის აი ამ ფორმით შემოსილი, ის არ გავს არავის და ადვილი გამოსაცნობია მისი სახება ამ ხატებს შორის, ამ მოციქულებს შორის, ხატზე ასახულ ამ მოციქულებს შორის. უნდა ითქვას შემდეგი, რომ საქართველოში უპირველესი ეკლესია სვეტიცხოვლისა სწორედაც 12 მოციქულის სახელზე არის აშენებული და აგებული და სვეტიცხოველში დაბრძანებული 12 მოციქულის ხატზეც ცენტრალურ ადგილზე გამოსახული და გამოხატულია ანდრია მოციქული თავისი ჭაღარა შემოსილი თმით და ასე შემდეგ და აქაც ძალიან საცნაურია სახება ანდრია მოციქულისა. ასევე შეიქმნა დიდი და მე ვიტყოდი ძალიან ისეთი ცხოველმყოფელი ხატი ანდრია მოციქულისა, რომელიც ხატით სამომლუცველოდ იყო გამოყენებული ამ
ამ ხატის მიმართ ინტერესი და ქტიტორული ღვაწლით თუ შეიძლება ასე ითქვას საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილებას ეკუთვნის, რომელიც განყოფილების თავმჯდომარეც ბრძანდება მაღალ ყოვლად უსამგდოდოესი მიტროპოლიტი მეუფე დანიელი და სწორედ მეუფე დანიელის მეოხებით შეიქმნა ეს ხატი და აი ამ ანდრია მოციქულის აი ამ ხატით არაერთი გზა და არაერთი მიმართულება იქნა მოლოცვილი და მოვლილი და უნდა ითქვას, რომ ამ ხატმა რაღაცა გარკვეული დროის შემდეგ დაიწყო მირონდენა. ეს ხატი დღეს დაბრძანებულია თბილისის სიონის ტაძარში საკურთხევლიდან მარცხენა მხარეს და ყველას შეუძლია მივიდეს ეს ხატი ანდრია მოციქულის ხატი მოილოცოს და ნახოს ის მირონდენის სამი კერა, რომელიც ამ ხატზე მომლოცველობის დროს გაჩნდა და ეს მირონდენა ახლა შეწყვეტილია, მაგრამ იმ მირონდენის კვალი დღესაც ეთყობა ამ ხატს და შეიძლება ნებისმიერ ადამიანმა ნახოს და ეს ნახვა არა მხოლოდ ნახვა, როგორც ასეთი სასწაულს გამოკიდებული და სასწაულით დაინტერესებული, არამედ ნახვა იმისა, რომ აი ეს ხატი, რომელიც ჩვენს დროში, ჩვენს ეპოქაში და როგორც იტყვიან, ჩვენს თვალწინ შექმნილი ხატია, მაგრამ მიუხედავად იმისა, ეს ხატი არის იმ ცხოველმყოფელობის მატარებელი, რომელზეც მირონი გადმოდის და რომელიც ხატი იწყებს მირონდენას და აი ამ ძალამ, აი ამ განსაკუთრებულობამ კიდევ ერთხელ უნდა გვიბიძგოს და კიდევ ერთხელ უნდა მოგვიწოდეს იმ რწმენისკენ, რომელიც რწმენაც აი ესეთი დიდი ცხოველმყოფელობის მატარებელია და ესეთი განსაკუთრებული და განსაცვიფრებელი ძალისხმევით ვლინდება და მჟღავნდება ჩვენს შორის. აშენებულია ანდრია მოციქულის სახელზე არაერთი ეკლესია, მათ შორის უკანასკნელ ხანს აშენდა არქიმანდრიტი სოგრატე ჭულუხიძის მიერ ეკლესია. ეს ერთ-ერთი საინტერესო არქიტექტურული ნაგებობა, რომელიც ძალიან ისეთი მადლმოსილი ტაძრად არის ჩვენთვის ცნობილი და თვითონ ამ ტაძრის აშენების ფაქტიც სასწაულებრივი იყო და რამე თუ არქიმანდრიტი სოგრატე ავადიკო საავადმყოფოში იმყოფებოდა და სწორედაც იქ რომ მოიკეთა საავადმყოფოში და ეზოში ჩამოვიდა, მაშინ ნახა ადგილი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბუჩქები იყო და ცოტა უსუფთავობა იყო ამ ადგილზე და მოულელი და ისეთი უკაცრიელი მდგომარეობაში იყო ეს ადგილი და მაშინათვე იგუმანა უფლის მოსიყვარულე არქიმანდრიტმა რომ აქ ტაძარი აეშენებინა და მერე როდესაც საავადმყოფოდან გამოწერეს, გამოჯანმრთელდა და როგორც ითქვიან, დადგა ფეხზე, მან დაიწყო ტაძრის მშენებლობა, დაასრულა ტაძრის მშენებლობა, შემდეგ გარდაიცვალა არქიმანდრიტი სოგრატე და ამ ტაძრის ეზოშია დაკრძალული, მაგრამ თვითონ მადლი ანდრია პირველწოდებულისა განევწო იმ ბუჩქებში, იმ უპატიო მდგომარეობაში მყოფ ადგილზე და აი ამ კონკრეტული არქიმანდრიტის ძალისხმევით და მისი შემწეობით ამ ტაძრის გამოჩინება კიდევ ერთხელ ცხადყო, გამოჩინება მადლისა და წყალობისა იმ დიდი მოციქულისა, რომელიც ანდრია მოციქულის სახელით არის ცნობილი. და ანდრია მოციქულთან დამოკიდებულების შესახებ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრი ადამიანი ატარებს წმინდა ანდრიას სახელს და ეს მოსახელეობაც, ეს სახელიც არა მხოლოდ სახელია, არამედ პირდაპირი კავშირია ანდრია მოციქულთან, სახელობითი კავშირია ანდრია მოციქულთან, რამე თუ ყოველი დაძახება, ყოველი მიმართვა მისი იმ სახელის გაჟღერებასა და იმ სახელის წარმოჩენას უწყობს ხელს, რომელიც ანდრია მოციქულს გვახსენებს და თვითონ სახელიც ანდრია უნდა ითქვას, რომ ბერძნული სიტყვაა და მამაც ნიშნავს, მამაცი და ესეც შეიძლება ითქვას, რომ არ არის შემთხვევითი სახელი, ანდრია მოციქული მართლაც მამაცი იყო და ეს სიმამაცე მისი გამომჟღავნდა იმ სულიერ მეოხებაში და იმ სულიერ
ღვაწლში, რომელიც მისი მოციქულებრივი ღვაწლით აღესრულა დედამიწაზე და აი ამ მამაცი სულის მქონე მოციქულს, ანდრია პირველწოდებულ მოციქულს ეთაყვანება და ესასწოება ეირი ჩვენი და ქვეყანა ჩვენი და აი ეს სასწოება მის მიმართ და ეს დამოკიდებულება მის მიმართ არ გაწყვეტილა არც ერთ დროს და არც ერთ ჟამს ჩვენი ისტორიისა და ქართველები კვლავაც ვრჩებით და კვლავაც უნდა დავუდოთ მომავალშიც უნდა დავრჩეთ ანდრია მოციქულის მიერ ნაკადაგები რწმენის ერთგულდი და აღმსრულებელი ამ რწმენისა და უნდა გითხრათ შემდეგი რომ რწმენა თავისთავად არსებობს და ეს რწმენა პერსონიფიცირდება ცალკეულ ადამიანებზე, ცალკეულ წმინდანებზე და ამ შემთხვევაში დიდი რწმენა უფლისა ჩვენისა ერთგვარად განცხოვდა და ერთგვარად განსახიერდა ანდრია მოციქულში, რომელმაც ძალიან კარგად წარმოაჩინა ეს რწმენა და სწორედაც ამ რწმენის მიმდევრები ვართ და კვლავაც ასეთებად უნდა დავრჩეთ. გვეწეოდეს მადლი დიდი ანდრია მოციქულისა, მისი პირველობისა, მისი მარად უკვდავი სულისა და ვიყოთ ერთგული იმ რწმენისა და იმ სიტყვისა, რომელიც მოიტანა, რომელიც იქადაგა და რომელიც გვასწავლა წმინდა ანდრია მოციქულმა. გმადლობთ ყურადღებისთვის.